2/32. პირველი. 5 გამრავლებული მინუს a კუბი b კვადრატი c. ანუ ნამრავლი უნდა ვიყვანოთ კუბში. როგორ ავიყვანოთ ნამრავლი კუბში? თითოეული თანამამრავლი უნდა ვიყვანოთ კუბში. პირველი ნიშანი გავსაზღვროთ უარყოფითი ნიშანი კენ ხარისხში, ისევ უარყოფითი, ამიტომ წინ მინუსი დავწეროთ, 5-იანი უცვლელად გადავიწეროთ, იმიტომ რომ 5-იანს არა აქვს კუბი, a კუბი რო კუბში ავიყვანოთ, ახარისხად 3x3 უნდა დავწეროთ, b კვადრატი რო კუბში ავიყვანოთ, b ხარისხად 2x3 უნდა დავწეროთ და c კუბი. აქ ხარისხის მაჩვენებლებში უბრალოდ გადავამრავლოთ და -5 უნდა მეწეროს, a ხარისხად 9, b ხარისხად 6 და c კუბი. გადავიდეთ მეორეზე. მეორეში ნამრავლი უნდა ვიყვანოთ -3 ხარისხი არა -3 უცვლელად უნდა გადავიწეროთ. შემდეგ 2-ის კვადრატი, a რო ავიყვანოთ კვადრატში იქნება a ხარისხად 2x2 და b კუბი რო ავიყვანოთ კვადრატში, b ხარისხად 3x2 იქნება. აქაც უბრალოდ ხარისხის მაჩვენებლებს დავამრავლებთ. 2-ის კვადრატი არის 4, 3x4 არის 12. წინ მინუსი დავწერეთ. a ხარისხად 2x2 არის a ხარისხად 4, b ხარისხად 3x2 არის b ხარისხად 6. გადავიდეთ მესამეზე. მესამეშიც ნამრავლი უნდა ვიყვანოთ კუბში. 2-იანი უცვლელად დავწეროთ. მინუს ნიშანი რო მესამე ხარისხში აყავს, წინ მინუსი დაეწერება. 3-ის კუბი, x ხარისხად 4 და y ხარისხად 3x3. 3-ის კუბი არის 27, 27 და ნიშანი წინ მინუსი. -54, x ხარისხად 4x3 არის 12, y ხარისხად 3x3 არის 9. ანუ მივიღეთ -54, x ხარისხად 12 გამრავლებული y ხარისხად. გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეში -1/2 უცვლელად გადავიწეროთ. კვადრატში როცა აყვავს უარყოფითი წყილებში მინუსი გახდებოდა, დაეწერება 5 კვადრატი. კუბი რო ავიყვანოთ კვადრატში, a ხარისხად 2x2 იქნება, b ხარისხად 4 რო ავიყვანოთ კვადრატში, b ხარისხად 4x2 იქნება, c კვადრატი რო კვადრატში ავიყვანოთ, c ხარისხად 2x2 იქნება. ავიყვანოთ კვადრატში 5 არის 25, ამ დავწერეთ 25 მეორედი და წინ ნიშანი მინუსი შევუნარჩუნეთ. a ხარისხად 3x2 არის 6, 4x2 8, 2x2 4. მივიღეთ -25 მეორედი a ხარისხად 6, b ხარისხად 8, c ხარისხად 4.